ოცნება რეპრესიული საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენებას აგრძელებს სამართლიანი არჩევნების რეგიონულ ხელმძღვანელი ზუგდიდში ავტოკოლონით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისთვის ოლიგარქის პოლიციამ 1000 ლარით დაეჯარიმა. რეჟიმის პოლიციამ მათ 125 მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც მოძრაობის შეფერხებას გულისხმობს. პოლიციამ დავით ლოგუასთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ თანდათან საპროტესტო აქციაში მონაწილე სხვა მძღოლებიც დაჯარიმდებიან. ლოგუას თქმით, მის გარდა კიდევ 13 ადამიანი დაეჯარიმეს. მისივე თქმით, ფინანსური სანქციების გზით სისტემა ცდილობს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ადამიანების შეაშინოს, თუმცა პროტესტის მონაწილეები მსგავსი ბარიერისთვის მზად არიან. ეს ერთგვარი მიზანი არის, რომ რაღაცნაირად ის ადამიანებიც მონაწილეობთ ამ აქციებში, რაღაცნაირად დისკომფორტი შეგიქმნან და შეგვაშინონ, თუმცა ბუნებრივია თითოეულ ჩვენთანაც, რომლებიც მონაწილეობთ ამ პროცესში, გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ეტაპზე ვარ და რა პროცესში ვარ შესულები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ამდენად ეს არანაირად არ შეგვაშინებს არც ერთ იმ ადამიანს, ვინც არის დაჯარიმებული სისტემის მიერ და ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობრივ მოძრაობას ზუგდიდში, რომელიც იქნება პერმანენტული და მოუწოდებთ ასევე სხვა მოქალაქეებს ჩაერთონ ამ პროცესში.